ზღვა თუ მთა, ფოთლოვანი ტყე თუ წიწვოვანი. თბილისთან ახლოს თუ მაქსიმალურად შორს. ზაფხულის დადგომასთან ერთად მშობლების ფორიაქი პიკს აღწევს. გადაცემის დასაწყისშივე ერთად მიმოვიხილოთ საქართველოს კურორტები. ვნახოთ სად და როდის წავიყვანოთ შვილები. თარმათი ასაკის და ჯანმრთელობის ზოგადი სურათის გათვალისწინებით. დაელოდეთ გადაცემის პირველ ნაწილს. წინგელით სასარგებლო მოგზაურობა საქართველოში სამედიცინო აქცენტებით. შუადღე მშვიდობი. მე მიხარია რომ ელენეს ჩვენთან ერთად არის. თან დღეს ისეთ თემაზე მოგვიწევს საუბარი და უნდა ვისაუბროთ რომ ელენეს განსაკუთრებით დაინტერესებს, იმიტომ რომ პატარა ლილი ყავს სახლში და უკვე ფიქრობს როგორ დაგეგმოს ზაფხული და სად ჯობია რომ პატარებთან ერთად დავისვათ. მოდი დაგეგმა ზაფხულის გაატარების ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო იმის გამო რომ კარგ გარემოში ვიყოთ, ასევე გავითვალისწინოთ ის თუ ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის ეს ამდენად სასარგებლო იქნება ეს პერიოდი. თავისთავად. ამიტომ ამ თემაზე ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარი გახლავთ ქალბატონი თამარა ჩილინგარიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის წარმომადგენელი. გამარჯობათ, მადლობა თამარ. ძალიან ბევრი შეკითხვა. კი, ძალიან ბევრი შეკითხვა გვაქვს და იმის გამო რომ შეკითხვები არ იყოს ქალბატონი, მოდი ესეთი გარკვეული ორგანიზება გავუკეთოთ. მოდი დავწყოთ იმით, რომ გავყოთ ნაწილებად, რაღაც ნაწილად და ავარჩიოთ ბავშვებისთვის კურორტები ასაკის მიხედვით. აი ამის მიხედვით რომ დავიწყოთ. ასაკის და მიზნის მიხედვით. მიზნის მიხედვით თავისთავად. იმიტომ რომ არის ერთი მიზანი გაჯანსაღება და პრევენცია დაავადებების, მეორე მიზანი არის მკურნალობა და მესამე არის რეაბილიტაცია. ანუ მკურნალობა ეხება იმ პროცესს, როცა ვთქვათ, გვინდა არა მხოლოდ გაჯანსაღება და ვთქვათ კლიმატოთერაპია, არამედ რაღაცა პროცედურები, რომელიც ბავშვს ჭირდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. და რეაბილიტაცია არის უკვე ავადმყოფი, ჩავლილი, გადატანილი ან ნაოპერაციები ბავშვისთვის შესაბამისი საკურორტო ფაქტორების შერჩევა. სამივეს მოიცავს კურორტოლოგია. და საქმე იმაშია, რომ ჩვენთან ეს საქმე იყო ძალიან კარგად აწყობილი. ბავშვთა საკურორტო ინდუსტრია. აი სწორედ ბავშვთა მინდა ხაზი გაუსვა. დღესდღეობით ასე ცალკე ბავშვთა სანატორიუმები და ბავშვთა პანსიონატები არ არის. არის შერეული ტიპის, რომელიც თანდათან აღორძინებას განიცდის. ასეთები არის საირმეში, ბორჯომში, ურეკში დიდი გეგმები აქვთ და წყალტუბოში. წყალტუბოს კლიმატური პირობები მაინც ბავშვებისთვის მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ ვისაც ესაჭიროება რეაბილიტაცია და მკურნალობა, იმათვის რა თქმა უნდა შეიძლება უკვე იქ. და ქართველი და პირადად თბილისელი ბავშვებისთვის დიდი საჩუქარია თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, სადაც არ მოშლილა ეს ბავშვთა მკურნალობის ტრადიცია და დღესაც მიმდინარეობს როგორც პრევენცია სკოლიოზების, წყალმტერფიანობის, ისე მკურნალობა, დცპ და ასე შემდეგ პოლირადიკულოპათიები და ასე შემდეგ, ანუ რთული ნევროლოგიური დაავადებების, რაც სხვა კურორტებზე არ ამგონია რომ იყოს შესაძლებელი. უკვე კურორტია და ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი საჩუქარია და ჩვენ შეუზღუდავი გვაქვს ასაკი დაწყებული 1 წლის ბავშვიდან გათავებული, მე გულისხმობ საკურორტო მკურნალობას, რომ შვილებიც დადიან პედიატრთან, მაგრამ საკურორტო მკურნალობა წლამდე მხოლოდ აპარატული ფიზიოთერაპია და საშუალები და რაც შეეხება ბალნეოთერაპიას, ტალახით მკურნალობას ეს წლის მერე და საერთოდ კლასიკურად 3 წლის შემდეგ იწყება ესეთი. ხო, თუ ეს არ არის გამოწვეული აუცილებლობით, როცა ეს ეხება დცპ-ს, ეს როცა პოლირადიკულოპათიას, სამშობიარო ტრავმებს, რომელიც არ ითმენს, თქვათ 3 წლამდე. შეიძლება დამზოგავი მეთოდით დავიწყოთ 1 წლიდან. თქო, ჩვენ გამოვყავით ერთი ასაკი, ეს არის 3 წელი და 3 წლის შემდეგ ვახსენეთ, რომ რაღაცები შეიძლება გავაკეთოთ. აი, სადაც შეიძლება წავიყვანოთ 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვები, ანუ ახალშობილი ახლა ალბათ არსად არის ჩვილების პერიოდი და 3 წლამდე პერიოდში. ჯობია რომ ბავშვის კლიმატური პირობები არ შეიცვალოს, იმიტომ რომ ბავშვს არ აქვს სარეზერვო ძალები ჩამოყალიბებული, არ იმუნური სისტემა და ის ადაპტაცია, აკლიმატიზაცია რაც კურორტის პირობებში 3-5 დღე, თან ახალი წყალი, შეიძლება გასტროენტეროლოგიური პრობლემებით გამოიწვიოს და ამდენად არ არის შეიძლება ვთქვათ რომ უკეთესია წავიდეს ახლოს
იმ კლიმატურ პირობებთან სადაც არის, ხო? ბავშვი თუ არაჩვეულებრივი პირობები გვაქვს ახლომდებარე აგარაკზე, შესაძლებელია 8 თვიდან აი ამ სიცხეს ავარიდოთ, მაგრამ აი ესე კლასიკურ მასში თუ ჩავჯდებით, წლამდე ბავშვისთვის კლიმატის შესვლა არ ღირს. ხშირია შემთხვევა, როდესაც 3 წლამდე ასაკის ბავშვები, მე მაგალითად თინა 2 წლის იყო, რომ ზღვაზე წავიყვანე. საკმაოდ ნერვიულობდი, თუნდაც იმის გამო, რომ თბილისიდან ძალიან შორს ვიყავი და თქვა საჭიროების შემთხვევაში რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. რამდენად რეკომენდებულია? 3 წლამდე ბავშვები ჯობია თბილისი რო თვითონ კურორტია, ეს ხო ფაქტია და გარშემო რო არ ტყავს საკურორტო არაჩვეულებრივი ზონა, რომელიც არანაირად არ ჩამოუვარდება, ვთქვათ, იგივე წაღვერს და ცემს, რა მხრივ ამბობ, ну აი გამაჯანსაღებელი ეფექტი თუ ეს არ ეხება ბრონხულ ასთმას და რაღაც განსაკუთრებულ დაავადებებს და მხოლოდ გაჯანსაღება და პასიური კლიმატოთერაპია გვინდა, ოქროყანა, დავგისი, ბეთანია, წყნეთი, არაჩვეულებრივია, მანგლისი, კოჯორი, ეს უკვე შუამთა არის. ეს ყველა დაბალი მთის კურორტებია, რომელთანაც ადაპტაცია ბავშვისთვის უფრო ადვილია და კოჯორი და მანგლისი აი უკვე 3 წლის შემდეგ საკმარისია ბავშვისთვის თუნდაც მთელი ზაფხულის გატარება წყნეთში, კოჯორში, რაც აღნიშნეთ, წავკიში, თუ დამატებით უნდა სხვა ჰაერი? აუცილებლად სხვა. იცით, ბავშვი თუ არის დიათეზიანი, ალერგიული და ცოტა რაკიტის მოვლენები, რა თქმა უნდა, კარგია რომ მთის შემდეგ წავიყვანოთ ზღვაზე 1-2 კვირით მაინც. თქვენ ახსენეთ ძალიან საინტერესო რაღაცა მთის შემდეგ ზღვაზე, იმიტომ რომ მე მახსოვს პატარა ძა ვიყავი ეს. მე ხარ ძალიან დიდი ასაკის არა ვარ, მაგრამ მაინც პორტფელში იყო 90-იან წლების დასაწყისში, ზუსტად მახსოვს ხოლმე ჯერ მიდიოდი ხოლმე საერთაშორისო და შემდეგ მიდიოდი ზღვაზე. მაშინ აქვს მნიშვნელობა ჯერ საწავლიყვანთ, ანუ ჯერ მთა და მერე ზღვა თუ შეიძლება პირიქითაც გავაკეთოთ პატარა ბავშვების შემთხვევაში. დღევანდელი სიტუაციიდან და ჩვენი ფინანსური და დროითი მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიდი დანაშაული არ იქნება, მაგრამ ესეთი კლასიკური მიდგომით, როცა ეხებოდა ბავშვის გაკაზრებას, გაჯამრთელებას, ჯობდა ჯერ მთის ჰაერი, რომელიც არის მატრენირებელი, სარეზერვო ძალების გამაძლიერებელი, გემოგლობინის, სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი იმუნური პროცესების და შემდეგ უკვე ზღვაზე აი ამის შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის გამოსულიყო მოსამზადებელი პერიოდი ზღვაზე წასასვლელად. უკვე გაძლიერებული ბავშვი. ოღონდ ყველაფერს მაშინ ჭირდებოდა 1-2 კვირა ერთად და მეორე კვირა მეორე ადგილას. იყო დიდი შეღავათები ბავშვების საგზურები, თქვენ კარგად იცით, იყო რაღაცა მრავალშვილიანი დედებისთვის, მარტოხელა დედებისთვის, სპეციალური სანატორიუმები იყო დედათა და ბავშვის სამწუხაროდ ეს ყველაფერი აღარ არის. ამას როდესაც არის ხოლმე ლაპარაკი ჩვენ ვახსენეთ მთა და ვახსენეთ სხვა, ყოველთვის ისმის ხოლმე კითხვა. რა დრო არის საჭირო რეალურად იმისთვის, რომ ადამიანი ჩაითვალოს, რომ ჰაერი გამოიცვალა? კარგი სიტყვა ქართული. მაქსიმალურად ჩავთვალოთ, რომ აკლიმატიზაცია და ბავშვის კი, კლიმატის შეგუება. და წყალით შედის ამაში. 7 დღე ითვლება, რომ პროცედურები არ უნდა დავიწყოთ. აი 7 დღე უნდა ვაცალოთ, რომ მოხდეს აკლიმატიზაცია, კლიმატთან შეგუება და მერე უკვე უნდა დავიწყოთ პროცედურებით მკურნალობა. ანუ დაახლოებით ერთი დასვენება მინიმუმ 2 კვირას უნდა 24 დღე მაინც. ნუ აი ერთი ბავშვის პირობებში არ ვიცი. ნუ 20 დღე მაშინ 20 დღე. ესეთი ეს არის რაღაცა 24 დღე საკმაოდ დიდი პერიოდია, რომელიც ფინანსებთან არის ასევე დაკავშირებული და სამწუხაროდ ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა ბავშვს აქვს იმის ფუფუნება, ყველა მშობელს აქვს იმის ფუფუნება, რომ ბავშვი ამდენი ხნის განმავლობაში დაასვენოს. ძალიან ხშირად მიმართოთ ხოლმე ესეთ პრაქტიკას იმის გამო, რომ საქართველოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არის ხოლმე არდადეგები, აი თქვათ ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან 2 თვე ნახევარი გამოდის, მთელი ზაფხულის პერიოდი გამოდის. ხშირად არის ხოლმე ბავშვები ამ პერიოდის განმავლობაში მიდიან ბებიებთან, ბაბუებთან, თუ რა თქმა უნდა ესეთი ყავთ სოფელში. შეიძლება ჩავთვალოთ ეს ჰაერის გამოცვლად ან გამაჯანსაღებელ ღონისძიებად? ჩვენ ერთი სიტყვით საქართველო მთლიანად არის საკურორტო ზონა. საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ ვითვლებოდით Zdravnitsa Sovetskого Soyuza, იმიტომ რომ აქ თითქმის ყველანაირი კლიმატი გვაქვს. თქვენ არ ვიცი, ხართ თუ არა საქმის კურსში, გარდა იმისა, რომ სუბტროპიკულ სარტყელში ვართ. გვაქვს მთის, მაღალი მთის, შუა მთის, დაბალი მთის, ველის კლიმატი და ველის კლიმატში გამოვყოფდი არსებობს უდაბნოს კლიმატის ნაირსახეობა. ეს არის არხილოს კალოში, რომელშიც არის საოცრად მშრალი კლიმატი და ძალიან კარგია გლომერულონეფრიტის და მისი თირკმლის
დაავადებების შემდგომ რეაბილიტაციის პროცესში კლიმატოთერაპიით. ეს კლიმატი ნამდვილ უდაბნოს კლიმატის ჰაერს უტოლდება თავისი მოქმედებით, როგორც არის თურქმენეთში ბაირამ-ალი. და აი ასეთი ნაირსახეობა მე არ მეგურება სოფელი თუ იქ ახლომახლოს არ არის რაღაც ან ცემენტის ქარხანა ან რაღაცა გამონაბოლქვები სადაც არ იყოს ეკოლოგიურად სუფთა ჰაერი ტყის მასივი რომელიც გამოყოფს ფიტონციდებს და ეს არის ბუნებრივი ანტიბიოტიკები და ასევე გამოჯანსაღებლად მოქმედებს მე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები რდის პროდუქტები ბებიას გამომცხვარი ხაჭაპური ეს ყველაფერი ბავშვისთვის არის და პასიური კლიმატოთერაპია, ანუ ბავშვი, რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ პროცედურებს და გვინდა გაჯანსაღების მიზნით, პასიური კლიმატოთერაპიის მიზნით, არ ვიცი, რომელი სოფელი უნდა დავასახოთ, თუ ძალიან არცხელა, სიცხის პერიოდში შეგვიძლია საჭრდილობელში ვთქვა დღისით და დილით და საღამოს არის მე ძალიან მიყვარდა საკუთარ გამოცდილება შემიძლია ვთქვა ძალიან მიყვარდა ხოლმე როცა მივიდიოდით საერმეში და ეს იყო ხოლმე დიდი ხანი 21 დღე მივიდიოდით ხოლმე მე ესე მახსოვს ოღონდ ეს იყო ადრე მაგრამ დღეს ახლა ესე სამწუხაროდ ვერ ხერხებს დღეს ვერ იცნობ საერმეს დღეს თუ ახვალ საერთოდ წამოსვლა არ მოგინდება მე არ ყოფილად ეს მე მგონი გასთვალისწინებელია იმიტომ რომ ეს ძალიან კაი კურორტია იქ ისე აღორძინდა თუმცა ზოგიერთი კურორტი ძალიან კარგია გარკვეული დაავადებების დროს პრევენციისთვის, კურნალობის და ასე შემდეგ. შეიძლება ვთქვათ, ეს უხეშად რომ დავყოთ. ზღვის კურორტების საშუალო დაბალმთის კურორტები და მაღალმთის კურორტები რითის არის კარგი? ჩვენებების მიხედვით. ველის კურორტები, როგორც გითხარით, თუ რაღაცა სპეციფიური კლიმატია, ის რაც არხილოს კალოში თუ არა და ველის კურორტები თავისთავად კარგია, ზოგად გამაჯანსაღებელი, თუ არ აქვს რაიმე პრობლემა. თუ ბავშვს აქვს პრობლემა სასუნთქი ორგანოების ბრონქული ასთმა, ობსტრუქციული ბრონხიტი, გადატანილი პნევმონია, უკვე გადატანილი, მაშინ ძალიან კარგია მთის კლიმატი. რა პერიოდში? იმიტომ რომ ზოგჯერ ამბობენ ხოლმე არის ესეთი მოსაზრებაც რომ ზაფხულში ეს არც ისეთ კარგი, უფრო კარგია გამოზაფხულში. კლიმატი კარგია, დაბალი მთის კლიმატი, უკვე გადატანილი დაავადების ფონზე, როცა ბავშვი ცოტა დასუსტებულია რემისიის პერიოდში, რატო აქ არ არის ისეთი განსაკუთრებული კლიმატური პირობები, რომელიც გარკვეულ დაწვრთვას უხსნის სასუნთქთა გულსიზრდეთა სისტემას. ესეთი საქართველოს კონკრეტულად რომელია? რომელიც შემოთვალე წავკისი, ბეთანია, ოქროყანა, წყნეთი, აი ეს ახლობ, დაბალი ბორჯომი და საერმეთ, ბორჯომით და რა თქმა უნდა ასაკის გათვალისწინებას ახლა ნუ მოვაშორებთ, იქ როგორც თქვენ აღნიშნეთ 3 წლამდე ბავშვი, ან რაღაცა მოგბინოს წერმა, ან რაღაცით მოიწამლოს საკვებით, ან უნდა ვიყოთ თბილისთან ახლოს, იმიტომ რომ ეხლა აღარ არის პირობები, რომ ყველგან იყოს ის მაღალ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, რაც რომ იყოს მშობელი მშვიდად, თუნდაც რაიმე ამიტომ ჯობია ახლოს ვიყოთ ქალაქთან, რა თქმა უნდა. მანგლისი ამბობენ, რომ ასე გამიგია, რომ განსაკუთრებული მიკროკლიმატი არის, მიკროკლიმატი ეს არის ის კლიმატური, საერთოდ კლიმატს განსაზღვრავს ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობა, რადიაცია, მზის რადიაცია და სეზონურობა. და აგრეთვე როგორც ვახსენეთ ფიტონციდები და ის აირები, რომელსაც შეიცავს ფიტონციდები, ეს არის ტყის მასივიდან გამომდინარე, რასაც მცენარეები გამოყოფენ. აი თმეტეს მაშინ, როდესაც ყვავის ყველაფერი ხდება სადღაც მაისში. ელენე შენესვენებდი ხო ლილის მანგლისში და ფანტასტიკური იყო აი არაჩვეულებრივი ორგანოების მათ შორის ლიმფადენიტები, ბრონხადენიტები, მეზენტერული ჯირკვლების ტუბერკულოზიც კი მეზენტერულის ბრონქული ასთმა, ასთმური ბრონხიტი, ანუ ყველა სასუნთქი ორგანოების პრობლემა. ეს არის მანგლისი არის უკვე შუამთა. ის დაბალი მთა უფრო გამზოგავი. აბასთუმანი მაღალი მთა, აბასთუმანი შუა. და თქვენ როგორც იცით, აბასთუმანი იყო ტუბერკულოზური მკურნალობის არაჩვეულებრივი კერა და იქ სეზონურად არ იყო, იქ იყო მთელი წლის განმავლობაში და აეროთერაპია ვერანდებზე ძილის აბასთუმანში არ აქვს მნიშვნელობა რომელ პერიოდში ზამთრის პერიოდში იყო ასეთი გამოცდილება იყო ასეთი გამოცდილება და შვეიცარიაში სხვათა შორის ძალიან კარგია ტუბერკულოზის დროს ის კლიმატი გვაძლევს ამის საშუალებას ქალბატონო თამარ ასევე მაინტერესებს მსმენია იმასთან დაკავშირებით აი წიწვოვანი იქნება ტყე ფოთლოვანი შერეული ამას თუ აქვს მნიშვნელობა იცით რა მნიშვნელობა აქვს იმდენად რამდენად წიწვის არომატი უფრო კარგია გულ
გულსიზრდათა და ნევროზების დროს და ბავშვის შემთხვევაში დიდად არავით არის ესეთი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ტყის მასივი იყოს, რომელიც თავისთავად შეიცავს ამ ბუნებრივ ფიტონციდებს და ამდიდრებს მიკროკლიმატებს. ეგეთ მიკროკლიმატი შეიძლება იყოს გარკვეულ უბანზე, რომელიც აი განპირობებული იყოს შეიძლება სულად ტყის მასივით და ცოტა იქეთ უკვე ეს პირობები აი მაგალითად ქობულეთში იქ სადაც წიწვის ზონა როშჩას რომ ვეძახით იქ მაინც სხვა მიკროკლიმატია გულსიზრდათა დაავადებებისათვის ვიდრე ზოგადად გაშლილად თუმცა ყველა ზღვის კურორტი თალასოთერაპია ქვია ზღვის ნაპირზე მკურნალობაში რაშიც შედის ზღვის წყალში ბანაობა კლიმატოთერაპია როგორც პასიური ისე ვთქვათ აეროთერაპია და ჰელიოთერაპია ანუ მზის აბაზანები რომელიც აუცილებლად დოზირებულად უნდა მოხდეს და არ შეიძლება ისე როგორც ჩვენ ვატარებთ ველურად მით უმეტეს როცა ეს ბავშვს ეხება და რა თქმა უნდა ბავშვისთვის ჯობია სექტემბრის პირველ ნახევარში როცა რადიაცია დაბალია. ივლისი ყველაზე მაღალი და ყველაზე რადიაციული თვეა საერთოდ. აი არა და მეგონა რომ ივლისი რადიაციის მზე ყველაზე ვერტიკალურად არის თითქმის ამ დროს 72 გრადუსით ეცემა თითქმის ვერტიკალური მდებარეობა. აგვისტოს მეორე ნახევრიდან უკვე როგორც ფერისვალების მე ხდება ამინდის შეცვლა. სექტემბერი არის ყველაზე მთელი სექტემბერი და ოქტომბერი არის კარდიოვასკულარული სისტემისთვის არაჩვეულებრივი სეზონი. ძალიან კარგია ეს რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრი კლიმატური პირობები გვაქვს არსებობს. ფაქტობრივად უკვე ვთქვით რომ მთელი საქართველო შეიძლება არსებობს ადგილი და კუთხე, სადაც არ მოიძებნება ესეთი ადგილი, სადაც შეიძლება ჰაერი გამოიცალოთ, ანუ ბავშვი დავასვენოთ, გავაჯანსაღოთ, გავაკავშიროთ, ამიტომ ეს ყველაფერი დამოკიდებული ფინანსებზე და ფინანსების მიხედვით ეს ცალკე ფილოსოფიაა და ცალკე ხელოვნება. რომელიც ვერ ახერხებენ ბავშვების თუნდაც სხვაგან გაგზავნას, რომ სოფელში ბავშვის გაგზავნაც ასევე არის. დიდი დანაშაული არ არის და რაც თავარია, მთაწმინდაც კურორტია. შეგვიძლია მატარებლით ავიდეთ, მთელი დღე იქ გავატაროთ. ავიღოთ საუზმე, იმიტომ რომ გარდა სიძვირისა, მაინც და მაინც ბავშვისთვის ეხა იქ აურიყვება, არ მგონია მისაღები იყოს. ძალიან კაი რესტორანია და კაფე, მაგრამ ბავშვისთვის ეს პრობლემა არის, რომ საბავშვო მენიუ ასე ვთქვათ არ არის ხოლმე გათვალისწინებული კაფე რესტორანი. მთელი დღე დავყოთ იქ. არაჩვეულებრივი იქნება, სუმშობელს არ აქვს საშუალება ვთქვათ გავიდეს დიდი ხნით ქალაქიდან და ნუ მერე გაუშვას ბებიასთან ცოტა ხნით. ანუ მე მგონი ძალიან კონკრეტული და საჭირო რჩევები მიიღეთ და მათთვისაც ვინც ვთქვათ ვერ ახერხებს რომ მართლაც ბავშვი გაიყვანოს, შეგიძლიათ თაწმინდის პარკში აისეირნოთ და მიხედვით ყველანაირი პირობები არსებობს საქართველოში. მატარებლით ასლა ჩასვლა 4 ლარი ჯდება. და იქ თუ საუზმეს წაიღებთ, მერწმუნეთ არაფერი დიდი პრობლემა. სრულიად უფასოდ სუფთა ჰაერს ისურვებთ. ეს იგი დასვნა გამოვიტანეთ, რომ დიდად არ ვინერვიულოთ, როდესაც ჩვილი ბავშვების გაყვანაზე ვზრუნავთ, ჯობს რომ დავრჩეთ ქალაქში მით უმეტეს. მაშინ როდესაც რა შეიძლება ყველა დაიფაროს ღმერთმა, რაღაცა მედიკამენტები, ყველაფერი ხო თან რო გქონდეს, რომ მოვახერხოთ ქალაქთან ძალიან ახლოს, როგორც არის წყნეთი, ასევე ვახსენეთ ტაბახმელა, გამონათვალი შორს წაგვიყვანს. მე მინდა ჩვენ სტუმარს ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ასეთი საინტერესო საუბრისთვის, ასეთი საჭირო რჩევების მოწოდებისთვის. მე მგონი გავითვალისწინებთ ყველა და ყველას ინტერესი დავაკმაყოფილეთ, უნდა შევისვენოთ სულ ცოტა ხნით და მორიგი სამედიცინო თემით დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში.